ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის დასრულებას აანონსებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ოცნების პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები შეწუხებულები არიან 20 კაცის მიერ ყოველდღე მთავარ გამზირზე გზის გადაკეტვით. კობახიძე ამბობს, რომ ამ პროცესს ჯერჯერობით მოთმინებით უყურებენ, თუმცა აქციებს ერთხელაც დაასრულებენ და თანაც ისე, რომ აღარ განმეორდეს. ოცნების პრემიერის მუქარას უკვე უპასუხეს სამოქალაქო აქტივისტებმა. მათ თქმით, უწყვეტი პროევროპული პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ყველანაირი მსვლელობა გამოიყენა ქართულ მოწნევამ, რომ აქცია დაეშალა ის ადამიანები და მათში რაღაცის მუხტი ჩაექლა პროტესტის მუხტი, მაგრამ რეალურად ჩვენ აქამდე მოვედით, მართლა არ გვაქვს დასაკარგი არაფერი, ვიცით რომ ქვეყანა არის რაღაც ისეთ ზღვარზე და ეხლა თუ შევწყვეთ ამ ბრძოლას, დავკარგავთ ამ ქვეყანას და გარუსტება ეს სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში რაღაცებს კიდე ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცნაირად მოგვიდგნენ და ამაზე მუშაობს ხალხი, მაგრამ რეალურად კობახიძე არის ჩემს ერთჩვეულებრივ მაიმუნი, რომელიც არის დასმული სადღაც და მაგის ლაპარაკს მე უბრალოდ სერიოზულადაც ვერ აღვიქვამ, იმიტომ რომ საქმე ეხება ბევრად უფრო მნიშვნელოვან რაღაცას და ეს არის ქვეყნის გადარჩენა. აი მართლა არ გვაქვს დასაკარგი, ზოგს ყადაღა აქვს, ზოგს სამსახური აქვს დაკარგული, ზოგს რაღაცა ყველაფერი გვერდზე გვაქვს გადადებული და გვაქვს ეს ვექტორი გასწორებული, უნდა გავიმარჯვოთ და რა ვიცი, რაც არ უნდა გააკეთონ, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს რეალურად, პირიქით უფრო გააძლიერებს ეს მუხტს.